Sachita mamisata da diskutiert. Ushin ჩვენ აღნიშნეთ შოვნა მეფისა ესმოთისა ვახტანგ გუდოშალისა იმისა მეფისა ავტოზერისა და დღეს ჩვენ ვიხსენებთ ძლევას და ტეტაჟე და ხესის ველზე მეფე სოლომონის მიერ და ქართულთა ლაშქრისა ეს დიდი ბრძოლა იყო ვირგვინი იმ მეფეს ყვატისა ერი ჩვენი და ქვეყანა და სამეფო ჩვენი განთავისუფლებული იყო იმ სამარცხინო მოვლენისგან რომელიც მოიწია ჩვენსა და ამე თუ თვითონ ქართველი თავადნი თვალზარდნი თუ სხვანი მონებად ყიდნენ თავის გლეხებს ლოგი ავაჟაკობი დაეცემდა ლოგი შეგნებულად აკეთებდა ამას და ყიდნენ მონებად ქრისტიანებს ქრისტიან ბავშვებს ანდილოსნებს მამაკაცებს იმ ჯანსაღ თაობას რომ იქ ის სამეფო გაეძლიერებინა ვინც მტერი იყო მამლუქებად მიყავდათ და მომსახურებად და არამხანებად გასამშვენებლად და მეფემ სოლომონმა ეს აკრძალა და დაისვა ღირსება ქართველთა მამონთა და დედათა ხმათა და ჩილთა რამე თუ ქრისტიანი მხოლოდ ღვთის მონა შეიძლება იყოს და შეიძლება იყოს მონა წარმართა და უშვილოთა და უზოლთან მონაწილე და უზოლთას მებრძოლი ყოფილიყოს მათი ძლევი გამარჯვებისათვის. აი ეს უდიდესი ღვაწლი მეფისა აღნიშნა საქართველოს ეკლესიამ და კეთილმოწყალე და თავდადებული მეფე იწოდა მას. და ყველაზე მძიმე იყო მისთვის და ჩვენთვისაც და ჩვენთვისაც გამოსაფხიზლებელი რომ თვითონ თავადნი დაჟნაურნი და ზოგი ნათესავნი ღალატობდნენ მას და ეს ღალატი ნიშნავდა რომ ისინი ეთანხმებოდნენ ამ ჩვენი შვილების ჩვენი ერისშვილების მონებას ყიდვას ეთანხმებოდნენ ოღონდ თვითონ ყოველთვის გამდიდებულნი და სულთნისაგან პატივცემული და აი ეს შინაგანი მტერი ყველაზე მძიმე დასაძლებია, იმიტომ რომ შინსის და ხორცია. ძმათ იწოდება და დოზრუში დანას ცემს მახლოს გიმზადებს და ხოლოს მეფის გულმა ვერ გაუძლო კიდევ ერთხელ ასე შეებრძოლა აჭარის განთავისუფლებისათვის იბრძოდა გურისა თურქთაგან და იხევებაში სადაც რისპიროს იყო იქ ზურგიდან თორეთეს მეფის გამცემნი თავისი ლაშქრით თავს დაესწრა და წინ თურქთა ჯარი იყო ალყაში მოაქციეს მეფე გამოაღწია იქ აქედან მაგრამ გულმა მისა ვერ გაუძლო მას და განუտევა სული სამშობლოსათვის და აი ერისათვის იმ თითქოს და მოძმეთა და მოყვასთა ღალატი იუდას ტოლფაში ღალატი იყო როგორც მან უხალი გასცა ამათაც გაიმეტეს მეფე თავდადებული ერისათვის და სარწმუნოებისათვის გაიმეტეს იმათაც მაგრამ უფალმა დაიცვა იმ დღეობისაგან და სადაც მას გვირგვინი მოწამეს ელოდა მისა გვირგვინი კეთილსახურებისა და მამხილებელი იქნა იმათ ვინც თვითონ სამეფოს შვილნი და ტერნი ერის არიან და
უცხო ქვეყანაზე უცხო ტომზე მზად არიან გაყიდო ქვეყანას მამული სარწმუნოებას თავისი კეთილდღეობისა წარმატებისათვის. ეს ბრძოლა გრძელდებოდა საუკუნის მანძილზე, დღესაც გრძელდება და მეცაძრევა და გამარჯვება ცესარსა ისა ორტუნისა იოხებდა თვისა კეთილდღეობისა მეფისა სოლომონ თავდადებულისა და იმ ვატის მოსულთა მეფე დედოფალთა რომელთა დაიცეს ერი ჩვენი დღესაკამამდე საუკუნის მანძილზე და დღეს მართავს ჩვენ ამ ბრძოლის გაგრძელება ერისა და მამულისა და სარწმუნოებისა და ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენისათვის. ერთად ძალა მოგცეთ თქვენ და სულიად საქართველოს და მშვიდობა იყოს თქვენთვის.